de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 252 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. საქართველოში ვიზიტის შემდეგ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს. მაიკლ ოფლაერტის ანგარიში კრიტიკულია. ის წერს არაეფექტურ გამოძიებაზე, გაჭიანურებაზე, ადამიანებს არასათანადო მოპყრობაზე და მრავალ სხვა უკანონობაზე, რასაც ქართული ოცნება სჩადის. ალბათ ამ ამბით დავიწყებდი გადაცემას 8 წლის წინ. და ეს იქნებოდა სკანდალური. და ახლა უყურებ დარბაზში დამსწრეებს სახეზე და ვერაფრით ხვდებიან რანაირად დავიწყე გადაცემა ამ ამბით. ანუ რა დავინახე ამაში განსაკუთრებული. და მართლებიც არიან. რა ის ევროკომისრის ანგარიში ადამიანის უფლებებზე, რა ის გადაცდომები, რაღა დროს ეგა. ამ ამბით დღეს ვის გააკვირვებ. გადავიდეთ შედარებით უცხო თემებზე. ევროპარლამენტმა 436 ხმით მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 2024 წლიდან de facto შეჩერებულია. ესეც მაგრები არიან. 2024 წელს გამოვიდა კობახიძე ბრიფინგზე თქვა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციას და ამათ 2026 წელს დაასკვნეს, რომ ევროინტეგრაცია შეჩერებულია. სამაგიეროდ მიიღეს რეზოლუცია, რომლის ძირითადი მოთხოვნებიც არის, თავიდან ვიფიქრეთ, რომ ძირითად მოთხოვნებს წაიკითხავდით, მაგრამ სულ ძირითადი მოთხოვნებია, სულ ჰაილაითები, სულ ძირითადი მომენტები. არსად გვეჩქარება, გავყვეთ. პირველი, პერსონალური სანქციები. ევროპარლამენტი ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები იძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების და კომპანიების წინააღმდეგ და გაყინონ მისი აქტივები. დოკუმენტი ასევე ითხოვს სანქციებს ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების და პროკურორების მიმართ. ხოცებო, თქვენ ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ ორბანი აღარ უყავს, მაგრამ პიცო არ დაადებს ვეტოს ნეტა? ხო? ხო ამას ფიქრობთ ახლა? ამას ფიქრობთ? ამას ფიქრობთ ახლა და ამაზე ევროპარლამენტმაც იფიქრა და შემდეგი ჩანაწერი დაამატა. ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის შემთხვევაში პარლამენტი წევრ ქვეყნებს ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ანუ ვინმე ახალი ორბანი თუ გამოდება და სანქციებს დაბლოკავს, სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად, აი საფრანგეთმა, გერმანია, იტალია, თქვენით დააწესეთო სანქციები. შემდეგი პუნქტი, ურთიერთობების შეზღუდვა და ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისგან და აცხადებს, რომ არ აღიარებს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. კრიტიკულ მედიას ხო გვიკრძალავთ და გვაჯარიმებთ, არა ლეგიტიმურს ნუ გვეძახითო. ხო და მე უბრალოდ ციტირებ. ვიმეორებ, ევროპარლამენტი ამბობს, რომ არ აღიარებს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ვერ გაიგეთ? კიდე ერთხელ ვიტყვი. ევროპარლამენტი არ აღიარებს
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. თურმე მახლა გამორთეთ. ევროპარლამენტი არ აღიარებს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ძალიან ცუდ დროს მიიღეს ეს რეზოლუცია. რატო იცი? იმიტომ რომ მაკა ბოჭორიშვილი მზად იყო დიალოგისთვის. წლებია ვაფიქსირებთ რომ ღია ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის. განაცხადა მაკამ. რაღაც ვიზა. მზად კი ხართ, მაგრამ არ დაგელაპარაკებიან. ევროპარლამენტი არ აღიარებს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. შემდეგ პუნქტში ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ანგარიში აღნიშნულია 48 პოლიტპატიმარი და 68 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი. გარდა ამისა, რეზოლუცია ქოცებს სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან ვაჭრობაში ადანაშაულებს. ქოცებს ეყოთ ნამუსი და ამ პუნქტს არ გამოეხმაურებიან. ამ წინადადებაში ხუმრობა იყო ქოცებს ეყოთ ნამუსი. მაგრამ ისე რა უნდა თქვა, რომ იქვე ანგარიში წერია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედებს, ახლა მოქმედებს რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული რამდენი კომპანია იცით? რამდენი? 40,000. 40,000. რა უნდა თქვა? რომ არა, ჩვენ არ ვეხმარებით. უბრალოდ 40,000 რუსული კომპანია რაღაცას არც ვიცით რა. ძირითადად ტექნოლოგიების ეს არის რა. IT-შნიკები არის. IT. არაფერში არ გაუმართლად ქოცებს. ჩემ მეგობარს მაგალითად ათილარი ედო პორტუგალიის მოგებაზე და მაგაზე ნერვიულობდა. და ქოცები რა დღეში არიან წარმომიდგენია, რუსეთს ეუდევთ მილიარდები. როგორც ჩანს, ქოცები არ აპირებენ რუსულ ფულზე უარის თქმას. არათუ არ შევწყვეტ რუსეთის დახმარებას სანქციების გვერდის ავლაში, როგორც ჩანს, ახალ პარტნიორებს ვეძებთ. ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთში ჩავიდა და ტაჯიკეთის პრეზიდენტს ემომალი რაჰმონს შეხვდა. ახლა არ მითხრათ ტაჯიკეთში რაღა უნდა და კობახიძესო. საქსტატის მონაცემებს წაიკითხავთ. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო ყირგიზეთი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რატომღაც საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობები გაიფურჩქნა. და ყირგიზეთი გახდა ჩვენი მთავარი საექსპორტო პარტნიორი. ხოდა, ეხლა ეს ყირგიზეთი კი კარგია, მაგრამ ძალიან ყვირის ყირგიზეთთან უფრო მეტი ვაჭრობა რო გვაქვს ვიდრე თურქეთთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან მთლიანად. ხოდა საჭიროა რა დივერსიფიკაცია. და იქვეა ტაჯიკეთიც, გაიგე? და მოხოდოთ ტაჯიკეთი ნახევარი კეცაა და ისე აღარ იყვირებს, გაიგე? იქნებია რა მე-5 მე-6 ადგილებზე. მაგრამ ეხლა თავარი სტრა აღარ მიხვდი? ვახ, იანვრის ნიუს წაიკითხავთ, დაწყებული ამ თემაზე უკვე მუშაობა. ტაჯიკეთში ექსპორტი 431%-ით გაიზარდა. 179 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიტანეთ ტაჯიკეთში. და იმპორტი იცით იქიდან რამდენი შემოვიტანეთ? ანუ ჩვენ რამდენს ვყიდულობთ ტაჯიკეთიდან? 179 მილიონი ხო მივყიდეთ და იმად გავიყიდეთ $1 მილიონ ნაკლები. და ეგეთი სავაჭრო სალდო სადმე გინახავთ, რომ ჩვენ 179 მილიონის პროდუქცია გაგვაქვს და შემოგვაქვს 1 მილიონისა. დანარჩენი მატარებლებით რა цаრიელები ბრუნდება. სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, ანუ რომ ტაჯიკებს ჩვენი ყველაფერი უნდათ და ჩვენ იმათი არა ვაფშე მკიდია. გაიგე?
რა გინდათ ჩვენგან არაფერი ბრატ. ხო და რავი ხა თან თქვენ დაგნებავ ჩვენ ყველაფერი. არა მგონია ასე იყოს ეს საქმე. კარგი ამბავი მაქვს ბიუჯეტის ხრამუნის მოყვარულთათვის. საქართველოს მთავრობის 18 ივნისის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, იქმნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტო. თუ კი სხვა თითიდან გამოწვეულ სიპებსა და აიპებს ბიუჯეტის ჭამაზე ვაკრიტიკებთ, გასტრონომიის სააგენტოს როგორ გინდა რავი, ჭამეთ ჯიგრებო. ჭამეთ ბევრი თანამშრომელი აიყვანეთ დასაქმდით, ჭამეთ სვით ბიუჯეტის ფულს ჩვენ ბავშვების სწავლისთვის გვენანება ხოლმე თორე. ბიუჯეტის ფულით მოგონილი სიპები და აიპები გვიმრავლოს პარტია. დღეიდან ჩემი საყვარელი საბიუჯეტო ორგანიზაცია იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტო. ჰერალდიკის საბჭო გადავიდა მეორე ადგილზე. იმედია გასტრონომიის სააგენტოს გაცილებით წარმატებული YouTube არხი გექნებათ, ვიდრე ჰერალდიკის საბჭოს, რომელსაც 6 გამომწერი ყავდა და ჩვენ ავიყვანეთ 1000-მდე. გასტრონომიის სააგენტოს მართლა გაცილებით საინტერესო კონტენტის შემოთავაზება შეგიძლიათ. რავი, მაგალითად, გოგა ხაინდრავა უფრო მეტ ხინკალს შეჭამს თუ შალვა პაპუაშვილი. ჭამას მიაქ YouTube-ზე, მაგრად შებერეთ. ჩვენ გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. ძალიან კარგი მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს. ხო და ვისაც თვეების შვილი გყავთ და ისედაც გიწევდათ ღამეების გათენება, გილოცავთ ძალიან ჭკვიანურად დაგიმთხვევიათ ბავშვი და მუნდიალი ერთმანეთში. ძალიან მაღალი დონე. დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა მოსკოვის დაბომბვა. ზოგიერთ ადამიანზე იტყვიან ხოლმე, რომ ყველაფერი უხდებაო, ყველაფერს იხდენსო. აი ქალაქებში ეგეთია მოსკოვი. ქალაქს დაბომბვა ეგრე უხდებოდე? ერთადერთი ქალაქია სამყაროში, რომელიც დაბომბილი უფრო ლამაზია, ვიდრე ერთშვენი ერთ დღეს. სამწუხაროდ ფოტო-ვიდეო მასალა არ გვაქვს, მხოლოდ წიგნებიდან ვიცით, რომ თურმე გადამწვარი ყოფილა ზღაპარი. რატო წვავდა ყველა მოსკოვს? რატო? თოხთამიშმა გადაწვა. ყირიმის ხანმა დევლეთ პირველმა გადაწვა მოსკოვი. ნაპოლეონის თვითონ რუსებმა გადაწვეს. და ანუ ყველა რატო აკეთებს ამას? რატო წვავს ყველა მოსკოვს? იმიტომ რომ ლამაზია. ჩემი აზრით მოსკოვს სახანძრო სამსახური არც უნდა ყავდეს. მოსკოვი ჩააქრო იგივეა რომ ვენეცია ამოაშორო. მოსკოვი სულ და გიზგიზებდეს. კიევის სამ დღეში ასაღებად დაწყებული ომის მეხუთე წელს მოსკოვი დაიბომბა. რატომ დაიბომბა ასე მწარედ? ეს იყო პასუხი რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვის ფაქტზე. კიევ-პეჩერის სამონასტრო კომპლექსი მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, განსაკუთრებით სლავური მართლმადიდებლური სამყაროს. მას სხვადასხვა დროს ძარცვავდნენ და წვავდნენ ყივჩაღები, მონღოლები, ოქროსურდო და ახლა რუსეთი. არაფერი ალოგიკური, თუ კი გულწრფელები ვიქნებით, ვაღიარებთ, რომ რუსეთი მონღოლეთის იმპერიის იდეური გაგრძელება. როდესაც 21 საუკუნის ოქროსურდომ რუსეთმა კიევ-პეჩერის მონასტრები დაბომბა, ზელენსკის კითხეს, რა იქნებოდა უკრაინის პასუხი? ახალ ამბებში გაიგებთ, უპასუხა ზელენსკი. ჩემი აზრით უფრო მართებული იქნებოდა ეთქვა, ხმას გაიგებთ. იმიტომ რომ რუსებს მოსკოვის დაბომბვა ახალი ამბებიდან არ გაუგიათ. რუსულ ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ მოსკოვის დაბომბვა, მაგრამ ხმა გაიგეს. პროპაგანდას ერთი დიდი მინუსი აქვს.
ხმას ვერ ახშობს. შეიძლება ამბავი დამალოს სამთავრობო ტელევიზიამ არ გააშუქოს, მაგრამ ხმას ვერაფერს უკვე ბუ რაღაც აი რა უნდა ქნას? ბუ აფეთქდა. რა უნდა ქნას პროპაგანდა? რა აი რა ანეკდოტი უნდა მოყვეს? ხმა 1235 კმ/სთ სიჩქარით ვრცელდება. ხმა უფრო სწრაფად მოვა შენამდე, ვიდრე სალავიოვი. და გეტყვის, რომ არაფერი კაცო, всё в порядке. აიგე, ჯერა ბუ! იმას დრო უნდა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხმა გაცილებით სწრაფად ვრცელდება ზაფხულში, ვიდრე ზამთარში. ტემპერატურა რაც უფრო მაღალია, მით უფრო მაღალ სიჩქარეს ავითარებს ბგერა. უკრაინელებს ზამთარში რომ დაებომბათ მოსკოვი. აფეთქების ხმა 301 მეტრ/წამის სიჩქარით გავრცელდებოდა. ახლა გავრცელდა 343 მეტრ/წამის სიჩქარით. ვინმეს მოსკოვის დაბომბვის პონტი თუ გაგვდა წელიწადის დრო არაფერს გიწყვეთ, მე ზაფხულს გირჩევ. ქართველი რუსეთუმეები ძალიან შეწუხდნენ მოსკოვის დაბომბვით. მონასტრების დაბომბვაზე არ შეშფოთებულან, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უფრო დიდი სიწმინდეა ჩვენი რუსეთუმეებისთვის, ვიდრე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ახლა გთავაზობთ რუბრიკას რუსეთუმეების რიტორიკის ევოლუცია ომის დაწყებიდან დღემდე. პირველი. 3 დღეში კიევს აიღებენ ბიძი. 3 დღე პირდაპირ მნიშვნელობით უგაიგეთ. უკრაინა რაც უფრო დიდხანს გაწელავს დანებებას, მით უარესი პირობებით მოუწევს კაპიტულაცია. რუსეთი ცდილობს ისე გაიმარჯვოს, რომ უკრაინელ ხალხს თავი არ შეაძულოს. და ამიტომ იწელება ომი. დანებდეს ის კლოუნი რას უკეთებს ქვეყანას. დაანგრევინა უკრაინა მაგ ნარკომანმა. რუსეთი ჯერ ძველი არახს იყენებს. საუკეთესო იარაღი ჯერ არ ხარჯავს. ახლა გაუთიშავენ ევროპას გაზსა და გაყინული ევროპა აიძულებს უკრაინას დანებდეს. ტრამპი მოვიდა, დახმარება შეწყდება, მასონ ზელენსკის მოუწევს რეალობას თვალი გაუსწოროს. პუტინი და ტრამპი დალაგდნენ ევროპას და უკრაინას არავინ არაფერს ეკითხება. ასე თუ ისე ხა რუსეთი წინ მიიწევს მაინც გაიგე. ეხა ეს უკრაინა კი წევს წინააღმდეგობას, მაგრამ ხალხი ვის უფრო სწრაფად გამოელევა? მე-11. საყოველთაო მობილიზაციას რატო არ აცხადებს პუტინი? ბატონი ზელენსკი უნდა დათანხმდეს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დათმობას და გადარჩეს დანარჩენი უკრაინა. ჩვენ უკრაინის წინააღმდეგი არასდროს ყოფილვართ. ჩვენ გამძლეობას უსურვებთ უკრაინელ ხალხს. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაც. და ეხლა ამბობენ, მოსკოვის დაბომბვა ესკალაციას გამოიწვევს. ანუ არ მოწონთ გაიგე და ეხლა იმიტომ არ მოწონთ, რომ ეს ესკალაციას გამოიწვევს, ესკალაციას გამოიწვევს. აი ახლა აქ ავართ. რომ რუსეთი ახლა გაბრაზდება და გააგრძელებს იმას, რასაც 4 წელია, რავი, ისედაც აკეთებს, ხო? რუსეთის ყველა მეფე, იმპერატორი თუ პარტიის თავმჯდომარე ალბათ საფლავში ტრიალებს იმის შემხედვარად, რაც პუტინმა დამართა რუსეთს. ლენინი ალბათ პირდაპირ მნიშვნელობითად ტრიალებს, იმიტომ რომ აფეთქებები საკმაოდ ახლოს იყო სადაც ლენინი უდევდა, ხო, ვიბრაციამ შეიძლება კი გადმოაბრუნა ერთი ორი. რა უნდა ქნას პუტინმა? რა უნდა ქნას ახლა პუტინმა? ურბანული ლეგენდა იქაური, მოსკოვური, ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი შავდღეში რო იყო, რომ მოდიოდა გუდერიანის ტანკები. სტალინი ესტუმრა მომავალ წმინდანს ქალბატონ მატრონას, რომლის ხატიც საკმაოდ ცნობილი იყო ცოტა ხნის წინ საქართველოში. ხო და თურმე ამ მატრონამ უთხრა, უფალი გადმოგხედავს, არ გაიქცე მოსკოვიდან და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ ამბავს ერთი პრობლემა აქვს. გავიდა დრო
და საბჭოთა კავშირს დაეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები ისე, რომ რავი ძმას არ დაეხმარება ეგრე. მარტო თვითმფრინავი აჩუქა 15,000 ცალი. 15,000. ხო და რა გამოვიდა, ღმერთი გადმოხედავს, უთხრა მატრონამ სტალინს და ღმერთმა ამერიკის შეერთებული შტატები მოუვლინა საბჭოთა კავშირს. რუსებმა ეს ამბავი გამოიგონეს იმისთვის, რომ თითქოს ეს სტალინი გულის სიღრმეში მორწმუნე იყო. რუსეთი არ ებრძოდა მართლმადიდებლობას, არ ანგრევდა ეკლესიებს, ფრესკებს არ გვითეთრებდა და ასე შემდეგ. ანუ გულის სიღრმეში მორწმუნეები იყვნენ. მაგრამ ისეთი ისტორია მოიფიქრეს, რომ ამერიკა გამოვიდა ღვთისწყალობა. ამიტომ ეს ლეგენდა რუსეთში მალევე მოიხსნა ცირკულაციიდან და საქართველოში დარჩა. ქართველი სტალინისტები ახლა წვებიან ხოლმე, ჩვენც მაქედან ვიცით. ხო და პუტინმა რა ქნას? ვისთან მივიდეს? ბიჭო, რუსეთის პატრიარქის ნაკურთხი რაკეტებით გუშინ მონასტრები დაბომბა. რომელი ღმერთი გადმოხედავს ამას? არ არსებობს ეგეთი ღმერთი. ნუ ისედაც საკმაოდ საეჭვოა, მაგრამ აი ეგეთი ზუსტად არ არსებობს. პუტინის ადგილას ისევ საყოველთაო მობილიზაციაზე ვიფიქრებდი. მაგრამ მობილიზაცია საშიშია, რატო? რუსეთი როგორც ფაშისტური სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ყოფს ორ კატეგორიად. რუსები და მეორე კატეგორია, დაპყრობილი ხალხები. ამ ომში რუსეთი ხოცავს მისთვის მეორე ხარისხოვან მოქალაქეებს და პირველ ხარისხოვანი მოქალაქეები უშემატკივრობენ ამათ, რომ მიდით, აიღეთ უკრაინა. მობილიზაციის შემთხვევაში ომში მასობრივად დაიღუპებიან როგორც პირველ ხარისხოვანი, ასევე მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები და ეს არ აწყობთ პირველ ხარისხოვან მოქალაქეებს. მოსკოვის დაბომბვის შემდეგ ერთ-ერთი მოსკოველი სტუდენტი ელენა სოციალურ ქსელში წერდა: ვის რა დაუშავა ამ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც მოსკოველებს ბენზინს აძლევდა? მე პასუხები არ მაქვს. ეს გამოიყურება როგორც მცდელობა ჩაითრიონ მოსკოვი რუსეთ-უკრაინის ომში. ხოდა ნახე, კი სასაცილო და ჟღერს, თუმცა სინამდვილეში ამ გოგონამ წამოაყრანტალა ის, რასაც ყველა ნამდვილი რუსი იმპერიალისტი ფიქრობს, რომ ეს ომი არ უნდა შეეხოდო რუსებს და ბურიატები, ოსები, აფხაზები, ჩეჩნები, ბაშკირები, ტუველები, კალმიკ ესენი უნდა დაიხოცონ და მოიპოვონ ახალი ტერიტორიები. მოსკოვი თუ ჩაითრიეს ამ ომში და მოსკოველები დაიხოცეს, რა პონტია? ამისთვის შექმნეს ამ ხელა იმპერია, რომ რუსები დაიღუპონ ომში. აბა რისთვის დაიპყრეს ეს ხალხები? ამიტომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება საშიშია. აქვს პუტინს რესურსი საყოველთაო მობილიზაციის გარეშე გააგრძელოს ომი? არავინ იცის. ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ გემის დატოვება თუ უნდა რომელიმე ვირთხას, ახლა არის კარგი მომენტი. ლუკაშენკოს განცხადებას წაიკითხავთ. თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა ჩემი სიტყვების გამო, ბოდიშ უხდი. ჩემი აზრით ლუკაშენკომ დააგვიანა. მაგას ახლა უკრაინა აღარ აპატიებს არაფერს. თუმცა, რა ვიცი, დას რა უდგას წინ. ვისაც უკრაინის უბედურებაზე ხელი მოგითბიათ, მეგობრებო, ახლა უნდა დაიწყოთ თამაში. რავი, მე ჩემი გითხარი და მე არ თქვა, არ გაგვაფრთხილებ. ახლა თავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? თან ბრძოლა, თან მოთმინება. იმიტომ რომ არც ერთ დღეში დამარცხდება ბოროტება, არც ერთ კვირაში, ალბათ არც ერთ თვეში. ნუ ერთ წელიწადში შეიძლება, მაგრამ დავიკიდოთ დედლაინები რა. ზუსტი დროის გამოთვლა მეცნიერულად შეუძლებელია. ვეცადოთ ვიყოთ კარგ ფორმაში და სწორ მომენტში ვიმოქმედოთ. როგორ მივხვდეთ, რომ სწორი მომენტია? ხმას გავიგებთ. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.